მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ ერთი ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ სატურნის პერიოდზე, ანუ სადესაჭის პერიოდზე. სხვა არის ცალკე და სატურნის დაბრუნება ცალკე არის სხვა. მაქვს რამდენიმე ვიდეო ამ სადესაჭიზე. უბრალოდ იმდენად აინტერესებთ ხოლმე სულ კიდევ დამატებით მწერენ, კიდევ როგორ მოვახდინოთ ამ პერიოდში საკუთარ თავზე მუშაობა და ცოტა განსხვავებული კუთხით მინდა აგიხსნათ რა არის სატურნის პერიოდი. საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში. ეს პერიოდი 30 წელიწადში ერთხელ ხდება. სატურნის დაბრუნების ციკლიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ არის სადესაჭი, რომელიც ყველა ვიცით როგორი ზოდიაქოს ნიშანი გვყავს, ხო? თქვათ, ზოგი არის ვერძი, ზოგი კურო, ზოგი გირჩხები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ მნიშვნელოვანია მეგობრებო, მთვარეც ასევე, ჩვენი მთვარე რომელ ნიშანში იყო ჩვენ დაბადების მომენტში. აი ამ მთვარის მიხედვით ვადგენთ ხოლმე სადესაჭი, როდის უწევს ადამიანს, რა პერიოდი აქვს. ეხლა ცერკვევით, ახლა ასე თუ ისე ასტროლოგიაში მთვარე მერწყულებს აქვთ კარგახანია ეს დაწყებული, თუმცა არ არის დასრულებული ბოლომდე. მათთვის მთვარე ვისაც აქვს თევზებში, აი შუა პერიოდში არიან, მთვარე ვერძებს ზოგს დაეწყო, ზოგს უკვე დაწყებული აქვს კარგად. და შემდგომ მთვარე კუროები მოდის. ოღონდ წარმოიდგინეთ, ახლა 30 გრადუსი გვაქვს ჩვენ ერთი ზოდიაქოს ნიშანი. და რომელ გრადუსი, ახლა საწყის გრადუსია მთვარე ადამიანთან თუ ბოლოში, ამას აქვს მნიშვნელობა როდის დაეწყება, ან როდის დაეწყო და როდის დაუმთავრდება, ხო? ეს ძალიან მარტივი ექსკურსი, ვისაც კიდევ უფრო დეტალურად ტექნიკური მახასიათებლები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ სხვა ვიდეოებიც. ეხლა ავხსნით ან რა არის კიდევ უფრო ისე სიღრმისეულად სატურნი, სიღრმისეულად დიდხანს კი არ ვლაპარაკებ, უბრალოდ რა არის თვითონ სატურნის ენერგია, რომ ვიგრძნოთ, ხო, ეს რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, სადღაც კი არ არის მარტო სატურნი, ეს ჩვენშიც არის, ხო, შინაგანად. საერთოდ მეგობრებო, როცა არის რთული ასპექტები სატურნის ჩვენ რუკაში ყველას გვყავს სატურნი, რომელიმე ნიშანში, რომელიმე სახლში, რაღაც ასპექტებით, თუ გვაქვს ჰარმონიული ასპექტაცია, მაგალითად სატურნის, ხო? აქვს ადამიანს განცდა, რომ მას აქვს კარგი პასუხისგებლობის შეგრძნება და ცხოვრობს იცულების გარეშე, გარკვეულწილად, ხო? კი შემოაქვს რაღაც დისციპლინის ელემენტები სატურნს, მაგრამ აი ნეგატიურ ასპექტებს უფრო აქვს განცდა, რომ ვალი მაქვს ვიღაცებთან, რაღაც კარმული, ზოგი მეუბნება ხოლმე კარმული ვალები მაქვს, ან სულ ყველას რაღაცა უნდა ჩემგან და რაღაც ვერ გავიგე, რატომ მთხოვენ სულ რაღაცას. ამ დროს ეს მათში არის ხოლმე განცდა, ეს ან ცხოვრებისეულად გიყვებით ყოველგვარი რაღაც ესეთი ფორმალური დახასიათების გარეშე. ხო, აი ცხოვრებაში რომ დავიჭიროთ სატურნის ენერგია, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენში თუ არის განცდა, რომ მე რაღაცნაირად სულ ვალდებული ვარ, ვიღაცებს დავეხმარო, ან ვიღაცების პრობლემები მოვაგვარო, ან ვიღაცები სულ თავის სამყაროში მამსახურებენ. ხომ, ეს სატურნის ენერგია არის. როგორც წესი, დაზიანებული სატურნი ეს თემა არის, რომ ქონდა მას ცხოვრებაში რაღაც თავს მოხვევა, რაღაც იცულება. ნუ სატურნს კარმის პლანეტას ვეძახით და ყოველთვის ინკარნაციულ ასტროლოგიაში ეს წინა ცხოვრებების მაღალი გადაჭარბება არის, ძალაუფლების ან რაღაც შინაგანი აი ამ სიმყარის, ხო, რომ მე უნდა ვიყო ორგანიზატორი, მე უნდა ვიყო უფროსი და ეხლა ყველა თითქოს მამისი უფროსი არის ხოლმე, ან რაღაც ვალის შეგრძნება, რომ მე მნიშვნელოვანია, რომ მე მქონდეს ადამიანებთან რაღაც პასუხისგებლობის გრძნობები, ხო? აქ რა თქმა უნდა ინდივიდუალურ კონსულტაციაზე უფრო კარგად ჩანს ხოლმე სად არის აქ სატურნი ადამიანში, სად იჭერს ამ სატურნს და ჩვეულებრივად ახლა ცოტა ასტროლოგიურად რო გითხარით, სატურნი ეს მატერიის პლანეტა არის, მას აქვს საზღვარი მატერიასთან, მაგალითად კანონებს რო უნდა ვემორჩილებოდეთ, რა აი ფრენა არ შეგვიძლია, ხო, იმიტომ რომ დედამიწის კანონებში ვერ მოხერხდება ეს, ხომ, ეს სატურნის შეზღუდვები არის. როცა ვარ ცხეულში, ეს სატურნის შეზღუდვები არის, ხო, რა ის სხეულს ჭირდება რაღაც თავისი გარემო, სადაც ის იარსებებს. ეხლა წყალში დიდხანს ვერ გავცლებთ კანონები, არ არის ხო სხეულის სხვა კანონებს
ექვემდებარება. აი ეს არის ფიზიკურ დონეზე სატურნის კანონები და აი ფსიქოლოგიურ დონეზე სატურნის კანონები ეს არის დროის პლანეტა, მეგობრებო, რამდენად ჩვენ ვიჭერთ დროს, რამდენად ჩვენ ვართ ამ დროში, ახლა და ამჟამად ენერგია და ხშირად როცა არის დაზიანებული სატურნი, ეს იყო რომ ადამიანს მოუწია პასუხისგებლობების აღება, იმაზე ადრე გაზრდა, ვიდრე ეს ფსიქიკისთვის მისაღები იქნებოდა და შემდეგ არის ხოლმე, მაგრამ ხშირად წაიკითხავთ თქვენ სატურნზე, რომ ეს ადამიანი სატურნიანელი იკეტება მარტოა თავის თავში, ნაკლებად რო მხიარული და მსუბუქი იყოს და მან ხშირად ასაკში მივდივართ, რომ აი ის სატურნის პერიოდში, რაც რაღაცნაირად ვერ იცხოვრა ადამიანმა, თითქოს მერე უნდა თავისთვის იცხოვროს, ხშირად ეს განსაკუთრებით მთვარესთან როცა მიდის ეს სატურნი და ვიკეტებით საკუთარ თავში, მარტო რჩებით, იმიტომ რომ გარედან სამყარო აღიქმება როგორც რაღაც სულ იძულება, სულ ზოგთან არის სულ შენიშვნები, ზოგთან სულ რაღაც ვალდებულება, რაღაცა სულ მოავალებენ, ან მე თვითონ ვივალდებულებ ჩემ თავს, ხო, ხანდახან ეს მომენტიც არის. ეს ძალიან ზოგადად რო გითხრათ, სატურნი თვითონ რას მართავს ჩვენთან, ხო? კარგი კუთხით ეს არის, როდესაც ადამიანს აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში საქმეების მოგვარების უნარი, მაგალითად, როცა არ ვჩქარობთ და თავის დროზე ყველაფერს ვაკეთებთ. იქნება ესე ვთქვათ, გრძელვადიანად რო ვარჯიშობს ადამიანი და არა, ხა იმპულსურად უცებ მომინდა, მერე აღარ მომინდა. ეს უფრო ურანული თემატიკა არის. სატურნმა იცის დინჯად გაყვეს პროცესებს და შექმნას რაღაც ღირებული, რასაც ხელს მოვკიდებთ, რაც ჩვენთვის ხელშესახები იქნება, ხო? ეს არის უფრო სატურნული ხასიათი და თუ ეს არ არის, აი თუ არის ნეგატიურად იქნება მზესთან ეს ასპექტი, მაგალითად სატურნის ნეგატიურად, უკვე არის რომ ეს ხვები მინდა, რაღაცნაირად პასუხისგებლობებით დავტვირთო, ოღონდ არა ჩემი თავი. ზოგჯერ ესეც არის. და ან ჩემ თავს ვტვირთავ, რომ სხვებთან ერთად მოვახდინო რაღაც პასუხისგებლობების აღება, ხო, რაღაცნაირად, მაგალითად ისეთ საქმეში წავიდე, სადაც მე ჩემ თავზე ნაკლებად რო ავიღო პასუხისგებლობა, მაგრამ სხვებთან ვიყო ძალიან ისეთი, მოდით ესე ვთქვათ, ნეგატიური სატურნის დიქტატორულიც ისევები არის ხოლმე. ზოგჯერ ეს დიქტატი საკუთარი თავის მქენ არის მიმართული. და სატურნს აქვს ასევე, რადგან სხეულებრივ, რადგან ფორმის, მატერიალიზმის ენერგეტიკას მართავს, ეს ასევე არის სიკვდილის შიშიც, ანუ ამატერიიდან გასვლის შიშიც. და სატურნს რო უღმავდებით, ყოველთვის რაღაც მარტოობის შიშთან გავდივართ, სიკვდილის შიშთან გავდივართ ხოლმე სატურნის შემთხვევაში და ეს პირად რუკაში ჩანს, რა თქმა უნდა, და ეს მნიშვნელოვანი არის, რომ კარგად შევისწავლოთ ჩვენი სატურნული ენერგია სად არის და ეს აღრმა სტრუქტურები არის სატურნის ენერგიას სხვადასხვა და ძალიან ესეთი ზუსტი ასპექტებია სანახავი, მთლიანად რუკა არის სანახავი, რომ ნახოთ უკვე სატურნი აქ რა პრინციპით არის წარმოდგენილი ხო ადამიანთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა არის. დამუშავების კუთხითაც თუ არის იქ პრობლემები, უნდა მიხვდეს ადამიანი, ჩვენთან პირად რუკაში, ჩემთან პირად რუკაში, ძირითადად მუშაობთ ხოლმე თუ ესე გამოხატულად არის სატურნი, იქ რა ნეგატივი შეიძლება წავიდეს, რაში შეუშალოს ამ სატურნმა ხელი, რაში შეიძლება მოწყვიტოს ადამიანებს. სატურნმა იდეაში, სიამბილეში საკუთარი ტრამვები არის, რომელიც ასამუშავებელი არის, რომელიც მისახვედრი არის ხოლმე. და იმ შიშებთან შეხება, რომელიც შეიძლება უბრალოდ ჩვენი შიში არის და ობიექტურად ის შეიძლება საერთოდ არც არსებობდეს, ხო? ამიტომ ეს ზოგადად რო გითხრათ სატურნის თვისებები არის. როდესაც სადესაც იწყება და სადესაც სატურნის პერიოდი როცა მთვარესთან მოდის, როგორც წესი მოითხოვს ჩვენგან რამდენად ჩვენ ადაპტირებულები ვართ დედამიწაზე, რეალობასთან რამდენად კონტაქტზე ვართ, რამდენად ვიცხოვრეთ პრაგმატულად და თუ ადრე მაგალითად რაღაც სფეროში ვარ, მიმართლებს, კარგი
შემოთავაზებები იყო, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. სატურნის პერიოდში ეს მუხრუჭდება, ყველაზე კარგ ვარიანტში მუხრუჭები იწყება. ხანდახან შინაგანი არის ეს მუხრუჭები და არა რომ გარეთ რაღაცა ხდებოდეს, ხომ? და ხშირად სატურნი რაღაც ენით გველაპარაკება და ჩვენ არ გვესმის ხოლმე და სხვათა შორის ახლა ისე გეუბნებით, ვისაც და გაინტერესებთ, ვისაც სატურნის პერიოდი გაქვთ, სადესაც პერიოდი გაქვთ იანვარში ან თებერვლის დასაწყისში გეგმავ ჯგუფურ ტრენინგს ამ სადესაწისზე, აი ვისაც აქვს ეს პერიოდი, ყველა 1-4-5 კაცი, 6 კაცი შეიკრიბება და იქ გავივლით უკვე ინდივიდუალურად პირადი რუკებით დამუშავება, როგორ ხდება ინდივიდუალურად რა აქვს, აი რომ მივახვედროთ, მოდით ესე ვთქვათ, შინაგანად ვეძიოთ, თორე ვეძიოთ, რას შეიძლება მე კი კარგად ხედავ ხოლმე იქ რამოდენიმე ასპექტი არის, რომელიც ვიცი, რომ სადესაც ის პერიოდში ამ ადამიანს დაარტყამს ეს ყველაფერი, ან პირიქით რაღაც კარგსაც მისცემს, ხო ზოგჯერ ყველაფერი კარგადაც მიდის. ესეც შეგვიძლია გავიგოთ თუ ჰარმონიულად აქვს სატურნის ასპექტები ადამიანს უფრო კარგად იჭერს ამ სატურნს, ანუ მატერიასთან, რეალობასთან კონტაქტში არის მაინც ადამიანი და თუ არის სირთულეები იქ სატურნთან, აქ უკვე ვიღებთ რეალურ პრობლემებს, ხო, გაციებას სიტუაციასთან და სხვათა შორის მაგ პერიოდში იწყება ფსიქოთერაპიაზე მიდიან, წამლებს სვამს ზოგი, ისეთ სტრესში აქვს ორგანიზმი და ფსიქიკა, წარუმატებლობები ხდება, ზოგს კარიერა საერთოდ უჩერდება, სამსახური საერთოდ უჩერდება მაგ პერიოდი და ბევრ სხვათა შორის ესე. ზოგ საერთოდ უწევს ცხოვრება შეცვალოს. ის რაც მაგალითად ახლა ცოტა ასაკოვანს 10 წელი, 20 წელი კარიერაში იყო და წარმოიდგინეთ ხდება სადესაწი და ამ ადამიანმა საერთოდ სფერო უნდა შეიცვალოს. ახალი ცხოვრება დაიწყოს. აი საერთოდ ახალი ცხოვრება. როგორც წესი, მანდ რომ უხმავდებით ხოლმე ადამიანი ცოტა ბავშვურად შეიძლება ცხოვრობდა, ცოტა მიამიტი იყო. რაღაც ფხა აკლდაო რო ვამბობთ და სატურნი ცოტა რთულად ზრდის ადამიანს. ანუ ეს ემსახურება სატურნის პერიოდი რეალურად ჩვენს გაზრდას, ჩვენს რეალობასთან კონტაქტს. ოღონდ სატურნს რათვის ეპოქი ის აციებს ადამიანს, თითქოს აქრობს. და ვინც გადალახავს ხოლმე ამ პერიოდს, ხო მერე აღარ არის ისეთი ბავშვური, ისეთი ხალისიანი, ცოტა რაღაცნაირად ჩამქრალი ხდებიან ხოლმე, ხო? ესეც თავისი ნეგატივიც აქვს სატურნს, თუმცა რაც უფრო მეტი დარტყმა არის, რაც უფრო დიდი დანაკარგები არის, ხო? იმ შემთხვევაში ეს პოსტ-დეპრესია სატურნის პერიოდის შემდგომ უფრო ძლიერი არის ხოლმე. ხლა ანალოგი რო გითხრათ, საქართველოს აქ მაგალითად 2018-19 წლიდან სატურნის პერიოდი. და ნელა დავიწყეთ მნიშვნელოვანი რაღაცების დაკარგვა მაგ პერიოდიდან. თუნდაც ის, რასაც ახლა ვიღაცა შეიძლება მოწოს, ვიღაცას არ მოწოს, მაგრამ 30 წლის განმავლობაში, რასაც აშენებდა ქვეყანა, იქნებოდა დიპლომატიური სამსახურები, იქნებოდა მაინც ასე თუ ისე სტრუქტურები, ქვეყნის სტრუქტურები ძალიან სწრაფად 19-ის შემდგომ ძალიან სწრაფად დაიწყო დანაკარგები, პარტნიორული ურთიერთობები დაიკარგა მაგალითად, ძალიან ბევრი რაღაცა დაიკარგა, ხო, სამსახურები, საჯარო სამსახურების სტრუქტურები აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ანუ მშენებლობა კი არ მოხდა, თითქოს რეგრესში წავიდა ქვეყანა. ყველა ქვეყანა სხვათა შორის, რომელსაც სატურნის პერიოდი აქვს, უკრაინასაც აქვს ეს პერიოდი, სხვათა შორის ამერიკასაც აქვს ეს პერიოდი, განიცდიან რეგრესს და რომელი ქვეყანა სუსტი არის ის, რა თქმა უნდა, უფრო რთულად, ბევრ დანაკარგს უფრო იღებს, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომელიც მომზადებულები იყვნენ ამ კრიზისებისთვის, ხო, ესე რომ ვთქვათ. ან ნაკლებად ეტყობათ ეს ყველაფერი. მაგრამ საქართველოს აი ამ დანაკარგებში ჩვენ წესით უნდა დაგვისრულდეს 2026 წლის გაზაფხულისკენ ეს სადესაც სრულად და აი მაშინ გამოჩნდება ნენელა ის დანაკარგები, რომელიც არც ისე ადვილად აღდგება ხოლმე სატურნის შემდგომ. შეიძლება საერთოდ ბევრი რაღაცა ვერც აღდგეს, ან ძალიან დიდი დრო დაჭირდეს ამას. ეს მე ასტროლოგიურად გეუბნებით და არა ის რომ ხა მე რაღაც ფიქრობ, რომ ესე იქნება, არა, იცი სუფთა ცივი გონებით გეუბნებით, ზოგადად ეს ახასიათებს. როგორც უკრაინას გაუჭირდება აღდგენა
და უკრაინას შეეძლო მაგალითად ამის პრევენცია იმ კუთხით, რომ წლების წინ მომზადებულიყვნენ ამ ყველაფრისთვის, თუმცა მე აქ ვერ ვხედავ, რომ აქ უკრაინაზე იყო მაგალითად ეს დამოკიდებული, იქნა გამომდინარე, რომ უფრო ძლიერ ქვეყნებსაც უნდა მიეღოთ უფრო მეტი მონაწილეობა, რომ ეს პრევენცია ყოფილიყო, ხო, უფრო დიდ ქვეყნებს, დასავლეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს პოლიტიკას ეხლა იმდანად არ ვთავ, როგორც არსი რო აგიხსნათ სატურნის, ხო, რომ ის რაც უკრაინაში გაივლის მალე სადესაც ეს პერიოდი ჩვენ გავსად გვაქვს. მათთვისაც რთული იქნება, იმათმა მატერიალური აღადგინონ სიტყვაზე, სიცოცხლეც ვერ აღადგენ. ჩვენ აღვადგინოთ ის ურთიერთობები, ის შესაძლებლობები, რაც გავუშვით ხელიდან, ხო? აი ამაზე არის საუბარი. დაახლოებით იგივე არის ინდივიდებთანაც, მეგობრებო, სატურნის პერიოდში იგივე რაღაცები ხდება. არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ, ზოგჯერ ნიშნულოვან რაღაცებს იქნება, ზოგისთვის კარიერა იყო მნიშვნელოვანი, იმას კარგავენ, ზოგისთვის ურთიერთობები იყო მნიშვნელოვანი, ურთიერთობები შეიძლება დაკარგოთ. მაგალითად, ადრეც მაქვს ვიდეოში მე მგონი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რა იყო კამალა ჰარისი, მას მთვარე ვერ შეყავს და დაწყებული ქონდა უკვე სატურნის პერიოდი. ბაიდენსაც სხვათა შორის და ორივეზე ვთქვი, სანამ საერთოდ გაირკვეოდა ეს ყველაფერი, ბაიდენს ქონდა სატურნის პერიოდი დაწყებული და ეს უიღბლობის პერიოდი არის. კამალა ჰარის შავ მთვარე თხის რქაში ყავს, ეს არის კარიერა, ეს არის აი ლილითზე გვარტყამს პირდაპირ, სადესაც ვისაც რა ლილითი ყავს იმის მიხედვით, მაგალითად უკრაინას თხის რქაში ყავს შავ მთვარე ნეპტუნ ურანთან შეერთებაში და რაღაცნაირად ლამის ჩამოიშალა სახელისუფლებო ვერტიკალი, აი ეს თხის რქის თემატიკა არის, ხო? ჩვენთან შავ მთვარე მშულდოსანში არის და ჩვენ დასავლური რაღაც ის დავკარგეთ ზურგი, რაც ყველაზე წლების განმავლობაში ამას ვაშენებდით. ამიტომ გეუბნებით, ყველა შავ მთვარეზე გვარტყამს. ინდივიდებთანაც იგივე ხდება, მეგობრებო, რომ სადღაც თუ ჩვენ ყავს სადესაც ის პერიოდი, ჩვენ შავ მთვარეს უნდა შევხედოთ. სად დაგვარტყამს, სად შეგვიქმნის პრობლემებს, სად შეგვიქმნის სერიოზულ კრიზისებს, მოდით ესე ვთქვათ, და აქედან შეგვიძლია გამსაზღვროთ. რა არის დანაკარგები, რას გთხოვს სატურნი. ვინც თერაპიულად მანამდე ემზადება, აი თქვათ, მე მქონია ამის გამოცდილება დაახლოებით 8 წლის 9 წლის განმავლობაში, აი ამ სადესაც ვიკვლევდი, მე თვითონაც გავიარეს, მე ჩემი ახლობლების ეხლაც ზოგი გადის, ზოგმა დაამთავრა და იცით როგორი რაღაც აღმოჩენილა, რომ თუ მანამდე იწყებენ ან თერაპიებს, ან საკუთარ თავში გარკვევებს, ან რაღაცნაირად განვითარებისკენ მიდიან, ძალიან მსუბუქდება ეს სადესაც. ანუ ადამიანი ხვდება, რომ მოერგოს უნდა გარემოს, ცივ უხეშ რეალობას შეხედოს. აი ნახეთ ახლა სატურნი მართავს სალ კლდეებს, აი სალი კლდე, ცივი ადგილები, მყინვარებში მაგალითად, ან მთაში რო ცხოვრობენ, რთული პირობები, კაცრი ბუნება, ეს სატურნის ხასიათი არის. ვისაც სატურნი აქვს დაზიანებული, ძალიან უჭირთ კაცრ გარემოში ცხოვრება, ან ვისაც მთვარე ან ზე სატურნი ყავს ერთად, მათ უჭირთ სიცივესთან გამკლავება, იმიტომ რომ შიგნით ცხოვრობს ეს სიცივე მათში, სატურნი ცხოვრობს შიგნით მათში და გარედანაც სიცივე უკვე რთულდება რაღაცნაირად. და უფრო რეკომენდირებული არის ხოლმე ესეთი ადამიანებისთვის, უფრო თბილი ქვეყნები, სითბო, კარგი კლიმატი, ეს თვითონ ასტროლოგიური, სამედიცინო ასტროლოგიიდან რო ავიღოთ ელემენტები და თვითონ სატურნი, როდესაც არის ცივ კლიმატთან, რა არის საჭირო ცივ კლიმატში რო გავცლოთ, ხო? მაქსიმალურად დიდი ძალის ხმევა, პრაგმატულობა და თუ დააკვირდებით თქვენ ცივ ქვეყნებში ბევრად მეტია განვითარება, ნორვეგია მაგალითად, ხო, აი სხვადასხვა ზედა მხარეს რაც კი ქვეყნები არის, თუნდაც ევროპის უფრო ესეთი ჩრდილოეთი მხარე, გაცილებით ჭკვიანებიც არიან, გაცილებით პრაგმატულებიც არიან და თითქოს
უწევთ ესეთი პრაგმატულები იყვნენ და აი სადაც მაგალითად თბილი ქვეყნები არის, იქ ცოტა უპასუხისმგებლო ხალხი ცხოვრობს, ცოტა ზარმაცი ხალხი ცხოვრობს, ხო? და ისინი არიან სატურნიანელები იდეაში, აი გლობალურად ზევიდან რო შევხედოთ ამ ყველაფერს და სატურნი მოითხოვს უკვე ძალიან დიდ სიჭკვიანეს, მოერგო მიწას, მოერგო გარემოს, კლიმატს, უნდა ივარჯიშო ახლა დასავლეთში მე ცხოვრობდი რამდენიმე წელი ბელგიაში და ყველა ვარჯიშობდა, საკმაოდ ცივი კლიმატი არის მაინც ბელგიაში და ყველა ვარჯიშობდა, ყველა რაღაც ისეთ კარგ ფორმაში ჰოლანდიაშიც რო გადავდიოდი მაგალითად, აი ყველა სადაც ცივი კლიმატია, ყველგან რაღაც მაქსიმალურად აი დისციპლინას იცავენ, კვებითი დისციპლინა არის, ეს ცხოვრების სტილი თუ რა, ყველაფერი სატურნული ენერგია არის. იქ რო ჯანმრთელობაში ინარჩუნა, უნდა იყოს სულ მაქსიმალურად მოძრაობაში, ხო? რეჟიმში, ესე რომ ვთქვა. და მაგალითად იქ ესე სამსახურში არ წასვლა, რაღაც იქ ღამე კეიფი და დროს ტარება, ესეთი რაღაცები ძალიან შეზღუდულია, ხო? და იყოს ძალიან მომზადებული ადამიანი იმ ყველაფრისთვის. რაც უფრო ზევით ავდივართ, კიდევ უფრო იზრდება ეს შიდა დისციპლინა. ეს სატურნის პრინციპები არის. და თუ ჩვენ გვარტყამს სატურნის პერიოდი, ესე იგი სადღაც ჩვენ ვერ მივყვებოდით სწორ დისციპლინას, რეალობას, შეიძლება ფსიქოლოგიურად სულ არ იყოს ეს სხეულებრივი და იყოს შინაგანი, რომელსაც ვერ ვხედავთ ჩვენ საერთოდ. ხო, სადღაც ვერ მივყვებით გარემოებას, აი ვერ ვხედავ ცხოვრებაში რა არის მნიშვნელოვანი, რა არის შესაძლებელი, რაში ვართ არაპრაქტიკულები, თუნდაც ის ადამიანი, რომელიც ყველას თხოვს, რომ დამემორჩილეთ, ან ის გააკეთე, ის სატურნის თემები არის, ხო? აი არიან ბოსები, ნეგატიურად, ყველაზე არ მაქვს საუბარი გამოკვეთილი სატურნიანელებზე. სადაც სიტლანქე შემოდის, უხეშობა შემოდის, სიცივე, უტაქტობა ახასიათებს სატურნიანელს მაგალითად, ხო? ან არაფერს არ ამბობს, მაგრამ შიდა სიმკაცრე აქვს, შიდა განკითხვა აქვს, ან თავის, რომ მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი, არ შემიძლია ვიყო გახარებული, იმიტომ რომ არ დავისაჯო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის სატურნის მზის ნეგატიური ასპექტით, მაგალითად. მთვარე სატურნი ეს არის, რომ მე რო ვიღაცაზე არ ვიზრუნო და მე პასუხისგებლობები არ შევიტენო, ესე რო გითხრათ, ხო? მაშინ მე მეშინია რომ მე არც წარმომიდგენია ესე რომ გავაკეთო, სხვაზე არ ავიღო პასუხისგებლობები, ხო? და რაც უფრო დატვირთულია სატურნი პირად პლანეტებთან ასპექტებში, ეს არის უკვე ადამიანი, რომელიც სხვების ცხოვრებით უფრო ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი ცხოვრებით. ესე იგი, რა უნდა მოხდეს, უნდა გამიჭირდეს, უნდა ყველაფერი ჩამომეშალოს, უნდა დავინახო, რომ არავინ ჩემი მიხედავი და დამნახავი არ არის და ნელა დაუბრუნდე ჩემ თავს. ხო, აი მარტივი სქემა რო ავიღოთ, რა თქმა უნდა, ისედაც ახლა ვისაც სატურნის ის არა გაქვთ და მაგალითად რაღაც დონეზე ამ ნარატივზე ხართ, მაგალითად, ხო, ახლა მეც მაგ და ყველას გვაქვს ეს, რომ შეიძლება ძალიან გადავყვეთ ადამიანებს, აქ ნეპტუნურად ყველას თავის პლანეტარული ენერგიით შეიძლება გადაყვეს ხვებს, ოღონდ სატურნს აქ აი მკაცრი ვალდებულების განცდა, რომ ის რო არ გავაკეთო, მე მაშინ არავინ არ ვარ. ან მე ჩამომეშლება ის საყრდენი, რაზეც ვიდექი, ხო? ეს მან წარმოდგენებს გულისხმობ. ამიტომ პირად რუკაზე ჩემთან აი უფრო თერაპიული მუშაობა გვაქვს. აი შევდივართ, აი წერტილებს ვამჩნევ, რა არის რუკაში ყველაზე გამოკვეთილი. ახლა ჩემთან ვინც ბევრი ხართ ნამყოფი, ვინც მისმენთ ხოლმე ან ზოგი მომავალში მოხვალთ პირადი რუკის გარჩევაზე. ვინც ხართ ნამყოფი, იცით როგორ მუშაობ. აი რამოდენიმე წერტილს ახლა რა თქმა უნდა ადამიანს უსმენ მე სადამდე გავყვე. სადამდე გავხსნათ ეს კარტები, რა თქმა უნდა, ადამიანს უსმენ და მივყვები, მაგრამ აი რამოდენიმე მნიშვნელოვანს დავიჭერ ხოლმე და აი ჩავდივართ იქ, ფსიქოლოგიურად ჩავდივართ და თავარია რომ შევხვდეთ ამ ემოციებს ჩვენ, აი შიგნით ვიგრძნოთ ეს ინფორმაცია, ხო ხდებით, თორე უბრალოდ რუკის გარჩევა, ისე რომ იქ ის გაგდა, აქ ეს გელის და იქ წარმატება გაქვს, წადი იქ. თუ მე მაქვს შინაგანი უამრავი წინაღობა, თუ მე მაქვს შიშები, სატურნული თუნდაც, ხო? მაგალითად იუპიტერი, სატურნის კვადრატი, მე შინაგანად, მეშინია გაფართოების, მეშინია
დიდი წარმატების, იმიტომ რომ მგონია რომ თუ იყვალი მოვა, მე დიდი უიღბლობა მოვა, ეს იდეაში გიყვებით, ხო, ეგ თელ რუკას გააჩნია. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ ჩვენ, წავა ადამიანი ვიღაც ასტროლოგის ნათქვამით, ზოგადად ვამბობ, შეიძლება წაიკითხოს თვითონ და იმის მიხედვით, უი ეს ყოფილა ჩემი მიზანი და იქ მიიღოს სერიოზული უკმაყოფილება, იყოს მაგ სფეროში, მაგრამ რაღაცა ვერ არის, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ რუკა გაცნობიერებულად ვიცხოვროთ, ჩვენი თავი, ჩვენი გზები გაცნობიერებულად გავიაროთ და მთავარი ის არის, რომ აი პირდაპირ ჩანს რუკაში, ამებს თუ გადალახავ, აი აქ შეგიძლია მიხვიდე, ხო? ეს რუკით რო განსაზღვროთ. ამ პრობლემებს თუ მოაგვარებ, პერსპექტივაში ეს გაქვს. აი ესეც შეგვიძლია უთხრათ ადამიანს და არა ის რომ პირდაპირ იქ წადი. და იქ თუ წავედი და მე არა მაქვს არაფერი, რომ წავიღო თან. ის ინსტრუმენტები, რითიც აი ამ წარმატებას იქნება თუ გახსნა სამყაროსთან ამას შევქმნი, ხო, ჩემი ხელით. მაშინ ის უბრალოდ არ მოვა, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ როგორც მეგობრებო, რელიგიაში ჩვენ ფორმაში არ უნდა ვიყოთ, ახლა კაპით შევედი და ყველაფერი დამთავრდა. და გაცნობიერებლად მას შევიდეთ, ხო? რა არის საერთოდ რელიგია, რა არის ქრისტიანობა მაგალითად, ხო? გაცნობიერებლად მივიდეთ ამ ყველაფერთან. უკვე მე ფორმას აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორც გინდა ისე მივიდეთ ღმერთთან, ხო, სიტყვაზე, ძალიან მაღალფარდოვნად რო ვილაპარაკოთ, შიგნით იყოს მთავარი. ახლა საერთოდ მე დასავლეთში ვუყურებდი სულ, საერთოდ არ არის ეკლესიებში, ბევრი ხალხი, უფრო ასაკოვნები დადიან, მაგრამ აი ყველაფერში ეთყობათ აი ეს რაღაც ქრისტიანული ღირებულებები. ქცევაში, ოჯახში, მაგალითად, ყველა ოჯახებით დადი, შვილებით დადიან, მამები არიან, რაღაც ძალიან კარგი მამები, პასუხისგებლიანები. ნუ შიგნით აქვთ, ის შიგნით ატარებენ. ახლა მე ყველაზე რა თქმა უნდა არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ აი გარეთ რო გახვალ და აი კაფეში წახვალ, რაღაც სტრუქტურებში შეხვალ, ყველგან რო რაღაც წესიერება ჩანს, ხო გდებით? აი ეს არის რაღაც უკვე შინაგანი ფორმიდან შინაარსში რო გადავიდნენ. მე რასაც წლების განმავლობაში საკუთარი თვალით უყურებდი, პლუს იმას გეუბნებით და როდესაც ჩვენ ფორმას ვებღაუჭებთ, ესე იგი შინაარსში გვიჭირს როგორც ეს. ასტროლოგიაშიც იგივე არის, მეგობრებო, რომ ჩვენ თუ შინაარსში არ შევედით და ასტროლოგია თუ უბრალოდ გამოვიყენეთ ზედაპირულად, რა იქ წავალ და მორჩა. უი, ვენერა მყავს მერვე სახლში თურმე და მაგიტომ არ მიმართლებს პარტნიორებში, ხო, აი შაბლონური ისენი. ეს არ მუშაობს. უნდა ვიგრძნოთ, შევიდეთ, ხო, ამ ყველაფერში და ფსიქოლოგიურადაც უნდა განვითარდეთ, შინაარსში ვიყოთ, ხო, ამ ყველაფერთან, როგორც შეგვიძლია რაღაც დოზით მაინც. ახლა ჩემთან გულახდილად რო გითხრათ, ზუსტად ესეთი ხალხი მოდის ხოლმე, ვისთანაც აი მიხარია, რომ შემიძლია კარგი მუშაობა, შეგვიძლია აი ყოველი გავლა რუკის ეს იყოს რაღაც ძალიან დიდი ადამიანისთვის, ჩემთვისაც ხოთაშორის ძალიან ბევრი ამას ვიღებ ამ კონსულტაციებშიც ხოლმე, ხო, ჩემთვისაც თერაპიული არის და მათთვის თერაპიული არის და ვარჩევ ხოლმე ხალხს ყველასთან, შეიძლება ახლა პროგნოზი გამიკეთე, ხალხთან აღარა მაქვს ხოლმე ისეთი ну, მე მანდ არა ვარ საჭირო ხოლმე უფრო, თუმცა ეს პროგნოზები ყველაფერი შედის, როდესაც თქვა, ფსიქოლოგიურადაც მუშაობთ, ტენდენციები, თუნდაც ახლა როცა სატურნის პერიოდზე ვლაპარაკობ და ეს არის აი ისეთი მნიშვნელოვანი ტენდენციები, როცა აქაც ზუსტად ფსიქოლოგიური წვდომა არის საკუთარ თავთან საჭირო, რომ ეს უკვე განაგადავაგოროთ, ან განადანაკარგები მივიღოთ, ჩვენ გვესმოდეს, რატო ვიღებთ ამ დანაკარგს. სადღაც ჩვენ არ ვეხსნებით სამყაროს, ხო, სამყაროს მოდით ესე ვთქვათ, შინაგან პოტენციალს. ზოგი არის მაგალითად კარმულ აღმავალზე არ ზის მისიას არ ასრულებს თავისას და სატურნი უკვე რაღაცნაირად ბლოკავს. ზოგი არის რომ წარსულზე არის ძალიან ჩაციკლული და შავმთვარეზე ზის და ატრიალებს ამ შავმთვარეს. შავმთვარე რა არის, ხომ? ეს არის როდესაც ჩაგიწერთ ძალიან კარგი ისა მაქვს თქვენთვის გამზადებული ვიდეო სასაუბრო შავმთვარეზე კიდე ახალი კუთხით რო დაგანახოთ. რა არის შავმთვარე? ხო, ეს მიჯაჭვულობებია შინაგანი. გგონია რომ ძალიან
აქედან უნდა მივიღოთ ყველაფერი და ამ დროს არასწორად უყურებთ სფეროს და შესაბამისად ვერ ვაგვარებთ ამ სფეროს და მე სატურნის პერიოდში გვარტყამს. როგორც ახლა მშვილდოსნური ენერგია ჩაერთო ჩვენთან შავი მთვარე ქვეყანას, შავი მთვარე მშვილდოსთან შეყავს და ჩემი ქმარი მეუბნებოდა რა, რომ ხო 80% უჭერსო ევროპას მხარსო ქართველებისო, რო ჩაუღრმავდეო მანდო გაფილტრა 40%-მდე დაიყვანო, არა აქვს უმეტესობას გააზრებულიო, ეს იკვლევდა მაქსბეროში იყო და მაქედანაც მეუბნება და რო დაუკვირდი არ ვიცით ბევრმა, ხა მე შედარებით ნაკლებად, მაგრამ ქართველების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის რა არის ევროპული ფასეულობები და ღირებულებები და მე საერთოდ არ უყურებ რომ ეს ევროპული არის, ეს არის განვითარებული ცივილიზებული კაცობრიობის მონაპოვარი და ხანდახან ის აზიაში იყო ეს განვითარება და ცივილიზაცია, მე გადმოვიდა მაგალითად რომაულ კულტურაში, ბერძნულ კულტურაში გაიშალა, ეს მონაცვლეობს. ეხლა ამ ეტაპზე ეს უფრო ცივილიზაცია დასავლურ მხარეს არის და ჩვენ უნდა გავიზარდოთ, რომ უკვე შინაარსობრივად შევიდეთ, ცივილიზაცია გვინდა თუ რაღაც დამპყრობლური მენტალობის ხალხი და ჩვენ კიდევ ერთი ჭანჭეკი ვართ მეგობრებო უფრო გლობალურ პროცესებში და ცოტა გადაუხვევ ახლა ვიცი რომ სადესაც ვლაპარაკობთ, მაგრამ გლობალური დიდი სურათით მე ახლა რას უყურებ ამ ყველაფერში? პლუტონი გადავიდა თხის რქიდან მერწყულში და როცა ესეთი ცვლილება არის ხოლმე ენერგეტიკა იცვლება საერთოდ. თხის რქა რა არის ხო? ეს არის ავტორიტარიზმი, ეს არის ძლიერი მართველი, კლასიკური ესეთი თხის ენერგეტიკა არის, როდესაც რაღაც ტრადიციულ ღირებულებებზე რაღაცები დგას, ხო? და ავტორიტარიზმი მთლიანად თხის ნეგატიური კუთხით სტრუქტურა არის. პლუტონმა ძალაუფლება არის პლუტონი, შემოიტანა თხის, ანუ ამ კლასიკურ სტრუქტურებში ძალაუფლება გააძლიერა თხისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმები. ეხლა შეიცვალა პლუტონმა ნიშანი, გადავიდა მერწყულში და მერწყული არის თავისუფლება. თუ აკვირდებით, ვინც ახლა ერკვევით მსოფლიოში რა ხდება, ნენელა თითქოს ავტორიტარული რეჟიმები ასადის გაქცევა მაგალითად, ხო? და ეს ადრე პლუტონზე ჩავწერე ვიდეო და მანდაც ვილაპარაკე, რომ ნენელა ავტორიტარიზმი შეიცვლება დემოკრატიაც არა, კიდევ უფრო ხალხის ხელში რო გადავა. ეხლა საქართველოში თუ აკვირდებით პროცესებში, პოლიტიკური პარტიები საერთოდ უკვე ისეთი სუსტები გამოჩნდნენ, ისეთი უნაროები არც უსმენთ. ეხლა მეც გულახდილად რო გითხრათ, ოპოზიციური პარტიიდან ვინმე თუ გამოდის, ვრთავ, საერთოდ არც უსმენ. ხა საქართველოს საინფორმაციო ნაკლებად უსმენ, მაგრამ უბრალოდ ვრთავ, აღარ მაინტერესებს ამათი ერთი და იგივე, ანუ იმდენად დაკარგეს, ეხა არც არასდროს არ მომწოდნენ, მართალი რო გითხრათ. ადრე წინა ვიდეოში ვთქვი, რომ მენანება ეს ქვეყანა აი ესეთი გინდ პოზიციით და გინდ ოპოზიციური სივრცით, ხო? ძალიან დაბალი დონე არის ამ მხრივ, მაპატიონ, მაგრამ რა ვქნათ, ესეა, ინტელექტუალურად ძალიან დაბალი დონე არის, აქაც ლით მშვილდოსნურად, აქაც პოპულიზმი არის და პირადი სარგებელი მხოლოდ და საერთოდ არ ფიქრობენ სხვებზე და ხალხზე და სხვაშორის საზოგადოების რაღაც ნაწილის გამოძახილიც არის, ეს ისე არ ხდება ხოლმე. და აი ეს ცვლილება არის უკვე რა რო ახალგაზრდები მეგობრებო, მერწყული ახალგაზრდები არის, ახალი თაობა არის, მერწყული თავისუფლება არის. და ნენელა გაძლიერდება ეს ბრძოლა პლუტონური მერწყულში და ეს არა მარტო ჩვენთან, ზოგადად გლობალური პროცესები არის ესეთი, რომ ნენელა ავტორიტარიზმისა და მომავლის ომი მიდის აქ. სოფლიო მნიშვნელობის პროცესები არის, ეს დიდი ენერგიების პროცესები არის და ერთ-ერთი რაღაცა გადაყრა ჩვენსაც მოდის, იმიტომ რომ ჩვენთანაც როგორ გაძლიერდა ავტორიტარიზმი, გაძლიერდა რაღაც ეს რუსული სტილის მმართველობა, ხო? და ამანაც აი ეს რატო ძლიერდება, იმიტომ რომ ხვდებიან ხოლმე რომ აი პლუტონი რო გადადიოდა უკვე ბოლოსკენ რომ მიდის ეს ყველაფერი და ისინიც უფრო აგრესიულები ხდებიან, უფრო აქტიურები ხდებიან, იმიტომ რომ გადარჩენის სხვა შანსი არ აქვთ, იმიტომ რომ მიდის მათი დრო, ესე ვიძახით გლობალურად. წინა ვიდეოებშიც ადრე საერთოდ არ იყო ეს პროცესები დაწყებული პლუტონის ტრანზიტზე მერწყულში რო ვილაპარაკე და
ეს არის ცივილიზაციის ბრძოლა მომავალსა და ავტორიტარიზმს. ახლა მარტო პლუტონზე არ არის, ბევრი სხვა ენერგიაც არის მან, ხო, ჩართული, მაგრამ გადადის ეს ყველაფერი. აი ეს ბრძოლა მიდის ახლა და მე აქ შეიძლება ვიწროთ დაყვან, რომ ახლა ნაცქოცური ომი. სიმდერეში ცივილიზაციის და ავტორიტარიზმის ბრძოლა მიდის მთელს მსოფლიოში. და სხვათა შორის, როდესაც ლაპარაკობთ ახლა ამერიკის სადესაწიზე, ახლა მაინც ასეთ ისე ავტორიტარი მოვიდა ტრამპი, ისევ ავტორიტარული მართველი არის. ნუ მართველ ძალიან ხმამაღლა ნოვიტყვით, ესე რომ ვთქვათ. სუსტად მაშინ, როცა ჩვენთანაც დაიწყო ეს სადესაწი, სატურნის პერიოდი, ნელა აი გაღარიბდა პოლიტიკური სპექტრი, კიდევ უფრო მეტად საჯარო სტრუქტურები, ხო? ისე ჭკვიანი ხალხისგან გამოცარიელდა ქვეყანა, ბევრი წვენი წავიდა საერთოდ საზღვარგარეთ, ხო? ეს არის მეგობრებო სატურნის პერიოდი, ეს არის დიდი დანაკარგები, რომლის აღდგენაც არც ისე მარტივად არის შესაძლებელი, მაგრამ ამის პრევენცია შეგვიძლია, ხო? აი თუნდაც ახლა ქართველებსაც შეგვეძლო ამის პრევენცია, უბრალოდ ეს არის სატურნი, რომ მე როცა გადის ეს ყველაფერი, ხო, აი გვენანება ის დანაკარგები. მე ძალიან ბევრი შეცდომები ჩავიდინე სადესაწის პერიოდში, ისეთ რაღაცები გავაკეთე, რომელისგანაც არ მივიღებდი არანაირ შედეგს და ფაქტიურად რასაც მივდევდი წლების განმავლობაში ის გამომეცალა ხელიდან და მივხვდი, რომ რაღაც ეფემერულ რაღაცებს მიყვებოდი, რომელთანაც მე უკან არ მივიღებდი არაფერს და გადავერთე უკვე რაც ყველაზე პრაგმატული იყო, რაც ყველაზე სწორი იყო და ამ პერიოდმა მომცა ზუსტად ეს, რომ ეგრო არ გამელო, ამას ვერ მივხვდებოდი, ვამბობ, მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომ იმ პერიოდში ინფორმაციაც გეხმარება და შედარებით აღარ ჯიუტობ, აღარ კარგავ რაღაცებს, ხო ხდებით? მანდაც მნიშვნელოვანი არის ხა თუ სატურნი ან თუ არა, მეორე სახლში ყავს ვიღაცას. იქ შეიძლება ფინანსური დანაკარგები მიიღოს დიდი ადამიანი, ან მერვე სახლში თუ ყავს, იქ შეიძლება სერიოზული დანაკარგები იყოს. მეშვიდე სახლში თუ არის რომელიმე შეიძლება პარტნიორის დანაკარგი მიიღოს. ანუ სახლებით ხვდებით ხოლმე, სად იქნება აი ეს რაღაც შინაგანი დანაკარგის შეგრძნება, მე შამთვარეს უყურებთ რა თქმა უნდა და იმ ზონებზე გვარტყამს. ანუ რეალურად რა სფეროებს შეეხება ეს რუკით ვიცით. ხა ვისაც გენებავთ პირდაპირ იცით რომ სადესაც გაქვთ და გინდათ იმუშაოთ ამაზე, ტრენინგზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და ძალიან სიღრმისეული ფსიქოლოგიური მუშაობა გვექნება. მე კიდევ გავაკეთებ ასეთ ტრენინგს, იმიტომ რომ ჯგუფური ტრენინგები ჩემთვის აი როგორც აი რაღაც მონაპოვარივით არის, იმდენად მნიშვნელოვან ისეთ რაღაცებს ძრავთ თერაპიაზე, რომ მაინც ახლა მე წლებით განმავლობაში დავდიოდი და დავდივარ ფსიქოთერაპიაზე და იქ ესეთ რაღაცებს ვერ ხსნი ჩემში როგორც მაგალითად ჯგუფურზე, ხო? აბსოლუტურად სხვა ტექნიკა არის, საერთოდ სხვა და თან რო ხედავთ იქ რუკაში მნიშვნელოვან მომენტებს, ხო? აი მიყვავს ნენელა ადამიანი, თვითონ მიდის, მე სხვებიც უსმენენ, იმათშიც პროცესი მიდის ფსიქოლოგიური, იქ ტრიგერდება 4-5 საათი, მიდის სერიოზული შიგნით ღრმად მუშაობა, ხო? ემოციებთან მუშაობა, საკუთარ შინაგან ამ ასპექტებთან მუშაობა რუკასთან, ხო? და ამას აქვს ძალიან ძლიერი ეფექტი, მე რასაც ახლა წლები ამას ვაკეთებ და რაც მე მინახავს როგორი ეფექტური ეს შეიძლება იყოს, ვისაც უნდა ამაზე მუშაობა უკვე, მაგრამ ვისაც ახლა გააქვთ ეს პერიოდი და არიცით რას მიაქციოთ ყურადღება, დააკვირდით მაღალ სურათში. სატურნი მაგას მოითხოვს ზუსტად ზევიდან უნდა ავიდეთ და ზევიდან დავხედოთ სურათს, მეგობრებო. მაღალ სურათში ნახოთ როგორ მიდის ჩვენი ცხოვრება, საითკენ მივდივართ, რას ვეპლოტინებით და ის თუ გვერთმევა ნენელა, იქნებ სამყარო გვეუბნება, რომ ისეთ რაღაცას ვეპლოტინებით, რომელიც ჩვენი აღარ არის, რომელმაც განვითარება არ მომცა. და როგორც ეს შავმთვარე არის ხოლმე, ამ შავმთვარის და იმის ენერგიას, კარმული ასპექტების ენერგიას ვებღაუჭებით და ეს არის ილუზორული სხვა ცხოვრებაში ესე ვიძახით, ან სხვა მშობლების წინაპრებში ჩატოვებული დაუმუშავებელი ენერგია,
რომელიც მე ჩვენ გვაწვება და 30 წელიწადში ერთხელ არის რაღაცნაირად შეხსენება, რამდენად შენს იმ რელსებზე დგახარ, რომელიც შენი სულის განვითარებისთვის არის კარგი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს აი ზოგადად რო აგიხსნათ, როგორ მუშაობთ ხოლმე სატურნის პერიოდზე, ხომ? და იქ ხდება აი ძალიან ინდივიდუალური იდენტიფიცირება. თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავთან ზედასურათით შეხედოთ, რას გაშვებინებთ სამყარო, რაში გცვლით, რა გაქვთ დასამუშავებელი. იქნებ ზუსტად თქვენ თავს უნდა დაუბრუნდეთ. ჩვენ თავთან დაბრუნება, ის კი არ არის მაგიაში გავიკეთო, ანი კარგი მანქანა ვიყიდო, ეს არ არის საკუთარ თავთან დაბრუნება, ეს არის ნამდვილ მესთან დაბრუნება, ჩემში ნაგანს რა უნდა მართლა. რა სად იგრძნობს ბედნიერად თავს, სად იგრძნობს ბოლომდე რეალიზებულად თავს, რაში უნდა შევზღუდოთ ჩვენი თავი, რომ რაღაცაში გავშალოთ მე ჩვენი თავი, ხო? შეზღუდვა ჭირდება სატურნს რა კუთხით, იცით, რომ თუ მე მაგალითად ჯიუტად რაღაც ერთი და იგივეს ვიმეორებ, ერთი და იგივე სფეროში ვარ, არ მინდა კომფორტი დავკარგო აქ, ხომ? აი მაშინ ის კომფორტს აკვაკარგვინებს. იმიტომ რომ სხვა განვითარებას იქ სერიოზული მუშაობა ჭირდება, სერიოზული დისკომფორტის შექმნა ჭირდება. აი აქ გვარტყამს ხოლმე სატურნი. და რაც თავარი არის, მაგ პერიოდში მარტო არა ვართ, უამრავი ადამიანი არის გვერდში, ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ და მნიშვნელოვანი არის ზუსტად მან კი არ გაჩერდეთ. ახლა ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი წადი მეგობრებში არ არის სატურნი მაგ პერიოდი, რომ ჩვენ სადღაც ვიაროთ, ვიყოთ ხალხში ენერგია არის ნოლზე ხშირად, ხო ეს ვისაც მძიმედ აქვს ეს სატურნი გამოვლენილი, იმათზე ვამბობ. ენერგია არის ნოლზე, მარტო გვინდა იზოლაციის განცდა არის სატურნი. სინამდვილეში ენერგიას კარგავთ ფარულად, იმიტომ რომ იქ ვდებდით ენერგიას, სადაც გამოვფიტეთ ჩვენი თავი. და არ მივდიოდით იქ, სადაც ენერგიას პირიქით უფრო მივიღებდით დიდი დოზით. რაც უფრო დროზე მივხვდებით ხოლმე ამას, მით უფრო სადესაც ჩვენ სასარგებლოდ იწყებს მერე მოქმედებას, ხო? და რაღაც პერიოდი ამას დრო ჭირდება, სატურნი დროის პლანეტა არის და ზოგჯერ გჭირდება დაახლოებით ესე მინიმუმ 2 წელი მაინც, რომ ცოტა დავაკვირდეთ რა ხდება აქ, რას ვაკეთებდით არასწორად. უნდა დავრჩეთ სიმშვიდეში, მარტოობაში, ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ კონტაქტზე და აი მანდ ნენელა დაკვირვებით ხდება ამოცნობა, რომ უი მე სხვაგან ვარ და მე კიდე ჩემ თავს სხვაგან მივაქანებდი. ახლა ხვდებით ხო რომ ეს მთლიან ფსიქოლოგიური პროცესი არის, ფსიქოლოგიურად არის საკუთარ თავთან კონტაქტი გასაღმავებელი და აქ საჭირო არის ესეთი ფსიქოლოგიური მუშაობა. აქ არის საჭირო ზევიდან დავხედოთ ჩვენ ცხოვრებას, გავიაზროთ, სად ვართ, სად ვიყავით, როგორ შევცვალოთ, რაც არ მოგწონს, რა რესურსები გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის, ხო? აი ამ შეცვლისთვის რა რესურსები გვაქვს, ან რა უნდა შევიძინოთ ახალი, რაც არ გქონია. მაგაში შედის რა თქმა უნდა რუტინის ცვლილებას, ხო, სატურნი რუტინას ცვლის, რუტინას მოითხოვს, შეიძლება მაგალითად თუ არასწორად ვიკვებებოდი და საერთოდ კვებაზე არ არის აქ იმხელა აქცენტი, მაგრამ ზოგადად სატურნი მოითხოვს რაღაცნაირად ჩარჩოში ჩავსვათ თავი, მართოთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრება დეტალებში, გარკვეულწილად, ანუ მატერიაზე ვიზრუნოთ, ხო, ეს იქნება სხეული, მაგალითად სხეულებრივად ვიზრუნოთ ჩვენ თავზე, ვიზრუნოთ პრაგმატულად, იქ ფინანსურად, ან რესურსულად რა შესაძლებლობები მაქვს და რას ვაკეთებ, რომ ამ ყველაფერს არ ვიღებდე, მაგალითად, ხო? და ამას რუტინების შეცვლას სჭირდება. ვაცინება ადრე, გახვიძება ადრე. თუ ადამიანი იყო ის არმაცის რო წინავთ, სატურნის პერიოდი აქ პრობლემებს შეუქმნის. თუ იყო ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობდა და მარტო სამსახურს უყურებდა თავის ცხოვრებას, სატურნი პრობლემებს შეუქმნის მან, ხო? და იმიტომ რომ სადღაც ჩვენ უკვე ჩვენი შინაგანი ხმა შეიძლება დავკარგეთ ამ ყველაფერში და რაღაცნაირად დავშორდით ჩვენ თავს. სინამდვილეში სატურნს ეს უნდა. ახლა ამჟამად მოვიდეთ კონტაქტზე საკუთარ თავთან, შევცვალოთ, მოვირგოთ რეალობას, მოვირგოთ ეხლა ამ გამოწვევებს და არა 20 წლის წინ ან 40 წლის წინ რო გამოწვევები იყო და იმას რო ვატარებ ზურგით. ან დეიდა, მამი და ბიძამ მითხრა აქ წადი და აქ წავედი და ეხლა პერიოდი არის უკვე რო ჩემი გზა უნდა ვიპოვო. აი
ჯამი რო გითხრათ, მთლიანად აი ეს არის ადესაწი და იმედია რომ თქვენთვის იყო ეს გამოძახილი რაღაცნაირად მიხვდით, შეიგრძნეთ ეს პერიოდი ცუდი, ნეგატიური კი არ არის, სინამდვილეში გამოფხიზლების პერიოდი არის, ოღონდ სატურნულად ეს მძიმე, კაცრი კანონებით ხდება ხოლმე ეს გამოფხიზლება, დანაკარგებით ხდება. ჩვენ ქვეყანასაც ახლა ეს პერიოდი აქვს და რო გავა ეს ადესაწი, ნენელა გავახელთ თვალებს და გაზრებულად შევალთ უკვე იმ ევროკავშირში სიტყვაზე. თუ საერთოდ მაგამდე მივედით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესეთი სატურნი ესეთ აი ხა 30 წლის წინ რომ 91 წელს გამოცხადდა დამოუკიდებლობა მაგ რუკაში დაგვიჯდა, ანუ ახალი რუკაში იქნა მაგ პერიოდის და მაგ რუკას მოვყვებით ახლა ჩვენ. მაშინ დაიწყო ეს ადესაწის პერიოდი, ზუსტად შეერთება იყო მთვარე სატურნის მაშინ ჩვენს ნათალურ საქართველოს რუკაში. და რა მოხდა იცით მან რომ ნენელა ისეთი რაღაცები დაიკარგა. ცხინვალის ომი მალევე მოხდა. აფხაზეთის ომი მაშინ მალევე მოხდა, ხო? წელიწადში, 2 წელიწადში. მალევე დაიწყო ჯერ ცხინვალი და 2 წელიწადში დავკარგეთ აფხაზეთი და დღემდე არ დაგვებრუნებია. აი ამაზე მაქვს საუბარი მეგობრებო, რომ ისეთ რაღაცებს კარგავთ მაგ პერიოდში. შეიძლება კარგ ახანს ან საერთოდ ვეღარ დავებრუნოთ ხოლმე. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი გასააზრებლად. მაგ პერიოდიდან დაიწყო ნენელა თან ის რომ აი ძალიან ნელა 30 წელიწადზე მეტი დაგვჭირდა ჩვენ რომ ნენელა შვილდოსნური, ანუ უცხოელების დასავლეთის ცივილიზაციის ყურადღება მიგვეპყრო. ძალიან ხშირად იყო ის, რომ არ გქონდა ის მხარდაჭერა, რაც საჭირო იყო. და აი ახლა რომ ნენელა მივახციეთ და უცებ არ გაგვიმართლა. სატურნი იუპიტერის ოპოზიცია გვაქვს ნათალურ რუკაში, იუპიტერი არის იღბალი, სატურნი უიღბლობა და ეს სულ ერთად ივლის, ადრეც მაქვს საქართველოს რუკაზე გაკეთებული ეს ვიდეო, მანდაც ვისაუბრე, რომ ცოტა არ გაგვიმართლა. და აი ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ სატურნი რო ყავს ქვეყანას ესე აქტიური, ეს ისე არაფერს არ მოგცემს. ხალხი იქ უნდა იყოს, შიგნით, შინაარსში უნდა იყოს შესული და აღარ გვექნება იმის უფლება, მეგობრებო, რომ ჩვენ რაღაცები ისე მივიღოთ დაუმსახურებლად. ეს სატურნის პრინციპები არის აქ და ჩვენ და ვიშრომოთ ამისთვის და უნდა ვთქვათ, რომ კი არ გაგვემართლა, ჩვენ ამისთვის ვიშრომეთ. აი რომ ვიშრომეთ რეალურად ამდენი წლის განმავლობაში, რომ დასავლური ის მიგვეღო ხარდაჭერა, ხალხის რაღაც ნაწილი არ არის მან ბოლომდე, ხო? აი შინაგანად არ აქვთ ეს გაზრებული და გარკვეულწილად მათი ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს. ანუ ქვეყანა კი არ უნდა შევიდეს ევროკავშირში, ქართველი ერი უნდა შევიდეს ევროკავშირში, სრულუფლებიანი წევრები უნდა გავხდეთ ცივილიზაციის, აი ესე დავინახავთ მე ამ ყველაფერზე. სანამ ესე არ იქნება, სანამ იქნება, რომ აი რაღაც ისეთ პროპაგანდისტულ მესიჯებს რო იმეორებენ და ვერ ხვდებიან ამდენს, ხო? და რატო არ რუსეთი ცუდი და რაღაცები, სანამ ეს იქნება. აი იქამდე ძალიან ბევრი დანაკარგი შეიძლება მივიღოთ, რომ აღარ იყოს ეს კითხვები საერთოდ, ხო? ანუ ხედავდეთ, აი საღად ხედავდეთ, სად არის კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარება და სად პირიქით ქვეყნის ნგრევა არის, ხო? აი ამ ელემენტარულ ღირებულებებში თუ ჩვენ მთლიანად არ შევთანხმდებით, ეს მშვილდოსნური ენერგეტიკა არის, ხო? აი ამ ღირებულებებში თუ არ ჩამოვყალიბდებით, გაგრძელდება ეს დანაკარგების პერიოდი, აი რაც იყო, ხო, წლების განმავლობაში და აი მე მაინც მგონია, რომ ამას აუცილებლად გადავლახავთ
აუცილებლად ეს სახადივით არის ქვეყნისთვის და მე მაინც ზედასურათით ხედავ, რომ ეს პოზიტიური მოვლენები არის, ხალხი გაიზრდება, მეგობრებო, და საზოგადოება გაიზრდება და შინაარსს გაითავისებს და არა მხოლოდ ფორმას, რომ მე მინდა ევროკავშირში სიტყვაზე, ხო და ამ დროს შინაგანად აგრესიული ვარ, არ მიყვარს სხვები, ეხლა თუნდაც ის ბიზნეს ჯგუფი ქართველი ბიზნესმენები, ხო? ხელისუფლებასთან კარგად შეთანხმებით გააჩერეს ქვეყანა, ქალაქი საერთოდ მოკლეს ქალაქი, ხო? იმ დღევანდელ ორიენტირებულ დღევანდელ დღეზე, რომ მე დღეს ავიღო ფული და არ მაინტერესებს ხვალ არც ჩემი შვილები, რომ ქალაქს ავართმევ და არც ხალხი და მოსახლეობა, ხო? და არ მაინტერესებს ესენი, ეს უკვე შინაგანი სულიერი დაბალი კულტურა არის, ეს ზუსტად არა ევროპულობა არის, არის ზუსტად რუსული მენტალობა და ალბათ ეხლაც ეს არის საბჭოური მენტალობაც უნდა დავძლიოთ, საბჭოური მომხვეჭელობა შინაგანი და კრიმინალური მენტალობა, რომ ეხლა მე უნდა წავიღო ყველაფერი და სხვა არავინ არ მაინტერესებს, მე ამას ვხედავ, ჩემთვის ევროპული მენტალობა ეს არის, რომ მე უნდა გავუფრთხილდე სხვებს, მე უნდა ვუყურო, ვხედავდე სხვებს, არა მხოლოდ საკუთარ თავს, ხო? და ალბათ აი ეს საბჭოური მენტალობის დაძლევის კრიზისში ვართ ახლა შესული, ამისთვის ხდება, იწმინდება ერი თითქოს აი ამ რაღაც კომუნისტური ეკოცენტრული მენტალობისგან და სატურნმა იცის ეს წმენდვა იცის, ისე მძიმედ აკეთებს ამას, რომ ძალიან ძვირი გვიჯდება ხოლმე ეს ყველაფერი და მე მგონია, რომ მაინც ძალიან კარგი პროცესი ხდება შინაარსობრივად, თორე ისე გარედან ყველა ვიგრძნობთ ამ ყველაფერს და ვგრძნობთ კიდეც ყველა ამ ტკივილს, აი ამ სიმძიმეს, თუმცა გლობალურ შორს მომავალი პერსპექტივით ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგი უნდა იყოს და ჯერა რომ ეს მოხდება ნამდვილად ნახტომში წავალთ, ქართველი ერი წავალთ, ხო რაღაც პროგრესულ ნახტომში. მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის მომეყოლა მეგობრებო ამ სატურნის პერიოდზე. თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ YouTube-ზე დამწეროთ კომენტარების სახით. ვისაც პირადი რუკა გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, ვისაც სადესაც ტრენინგი გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ და სხვათა შორის ასტრო სკოლის ანონსიც დავდე Facebook-ზე. მარტში გვექნება ერთთვიანი ტრენინგი, ვისაც სწავლა უნდა ასტროლოგიის და შეგიძლიათ მასეც გაიცნოთ Facebook-ზე, ჩემს გვერდს. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო.